სალამი. მოგესალმებით 13 ავრნის ვიდეოს სივრცეში კიდევ ერთხელ 3D ბაზარის მეოთხე ეპიზოდზე უკვე და კი. მე წვერების ფერიამ 20 თეთრიანი დამიტოვა ბალიშის ქვეშ. ისევ იგივე ადამიანი. ხოლო და მხოლოდ შუქის არაკლადობის კოეფიციენტები არის შეცვლილი. და ამიტომ როგორც ჩანს დავიწყოთ ჩვენი ნიუსებით თუ რა მოხდა ბოლო 2 კვირის განმავლობაში, ოქტომბრის თვეში. ამ 3D ბაზრის საბოლოო იდენტობა ესე დადგინდა, რომ ვართ პოდკასტისა და ნიუს შოუს ნაჯვარი. და 2 კვირა არ ვიყავით და შესაბამისად ძალიან დახუნძლულები მოვედით დღეს, ასე რომ დრო არ გავფლანგოთ და ვნახოთ ყველაფერი. გავგვიცეხი რა. დავიწყოთ Remedy Health, რომელიც ძერსკათა აქვს მეორე E3-იანი, რაც ანუ 3D რო გამოვიდეს მე და Remedy 3D გამოდის. აიღეს, ანუ შეაგროვეს 500,000 ფუნტის ოდნობა თავისი სარგავში 9 მილიონიანი კაპიტალის გაზის მიხედვით, გააკეთონ სპეციალიზირებული სამგანზომილებაში დაბეჭდილი ჟელიბონები. ჟელიბონები, რომელიც არის ვიტამინების ჟელიბონები, რომელიც ამ სხვადასხვა ფერას ბეჭდავენ და შენ რა ვიტამინებიც გაკლია, იმ ვიტამინების კომპლექსური რას პატარა წრეული კუბიკი, ცილინდრი არის, რაც შენ გჭირდება, ის დაგებეჭდა და ჭამო. კარგი საყვარელი ჭრელა ცილინდრია, მაგრამ აი ტაბლეტში რო ჩაეყარათ ეგ ყველაფერი, იგივეს არის ამ და მაგრამ სად ტაბლეტი, სად სახალისო ჟელიბონი რა. ხო, არა, ჟელის ფორმას ვერ მიცემ ტაბლეტში, პრინციპში. ხო. თან ისე რომ ანუ სინთეტიკური დანამატების და რაღაცების გარეშე ვაკეთებთო და მაგის ანუ რა საკაიფო არის, ანუ კი სხვა კომპანიებიც რაღაცებია, რომელიც ანუ ვიტამინების კომპლექსი, ანუ ვიტამინების ჟელიბონების და რაღაცებიც იყიდება. მაგრამ ეს პონტია რომ ანუ შენთვის მაინც სხვა თემაა რა. ანუ ძალიან საინტერესო პროექტია, იმიტომ რომ მულტივიტამინების გამიქსვა ახალი მოვლენა არ არის, მაგრამ თვითონ ის ფაქტი, რომ 3D პრინტერი ასრულებს სამუშაოს და არა ვიღაც აფთიაქ არის მაგალითად, რომელმაც მართლა ტაბლეტში უნდა ჩაყაროს ყველაფერი სწორი დოზებით. იმიტომ რომ 3D პრინტერის არსებობა საშუალებას გაძლევს, რომ უბრალოდ რაღაცამ რეცეპტი დაასკანიროს და იდეალური ჯიკოტი გქონდეს 3 წამში. და მე უბრალოდ ხო, რა კეთდება ტაბლეტი, როგორც კეთდებოდა იქამდე. და ესე რომ ანუ as nozli აქვს თავისი სხვა დიათარები აქტივდება, ბატონ როგორც ეს EMS სისტემები, რაც მულტიმატერიალ სისტემები რო არის, პროსტაც შეუერთი და ის თავის ზომაზე. ანუ ისე იქ ჟელე რომ მოგცე, ჩვენც გავაკეთებთ მაგას, ხო? მაგრამ აი თაჩება მაინც სპეციალიზირებული რა. არა, ჟელეში არის ყველაფერი. ჟელეში არის ვიტამინები, ხო, ძალიან. თუ ეს ნოზლი და ყველაფერი ეს PTF-ი თუ რაც აქვს. ეგეც ხო შედრებით, ანუ კლინიკურად სუფთა და რაღაცა უნდა იყოს. ანუ ყველაფერი food grade-ი. ყველაფერი ქართულად როგორც იტყვიან პიშევოი. ხო, ძალიან საინტერესოა. ძალიან ინტერესებს კიდე ეს კომპანია, რამ საკვებ დანამატებს რამე ნოოტროპიულს თუ შვება, იმიტომ რომ მულტივიტამინების გარეთაც და საკვებ დანამატებზე ძალიან ის არის, რომ ინდივიდუალურია რეაგირებადობა რაღაცა საკვებ დანამატზე, მაგალითად ვიღაცას ბილობილი შველის და არაფერი აღარ ავიწყდება, მართლა, როგორც იმ რეკლამაში იყო უშარულო კაცი, რომ დალია და ესა. და ვიღაცისთვის იმასაც მეხსიერების პრობლემები აქვს, მაგრამ იმისი მეხსიერების პრობლემების საწყისი საერთოდ სხვა ნეიროტრანსმიტერის ნაკლებობაა და არა ის, რაცაც ბილობილი შველის და ესეთი customized კლიენტზე მორგებული ბევრი რაღაცების არის უნარიანი თან მანქანა კარგი ამბავია რა, მე მგონია რომ ეს სტარტაპი ძალიან გაიზრდება. და ისე ანუ ალერგიულობაზეც რა, ანუ შეიძლება რაცა B ვიტამინი გჭირდება. მაგრამ B ვიტამინი მარცხში რაღაცა ხილში თუ არის, ანუ სხვა რაღაცეები რაც არის, ისა შეიძლება და ანუ სტანდარტიზირებული წავლები რაც არის, ხო, ანუ B ვიტამინი კი არის, მაგრამ B ვიტამინი თეთრად სხვა გროვაც აქვს ხოლმე რა. და ანუ შეიძლება მაგ გროვაში რაღაცაზე გაკეთდეს. საინტერესოა თვითონ ეს აი ბაზა ჟელიბონის თვითონ მაგას რა ფორმულა აქვს კიდე რა, იმიტომ რომ რაღაც სხვა ჟელატინისგან შედგება, ხო? ხო რა, თვითონ ჟელატინი რა არის, რამე სუპერ ჟელატინია, რომელიც ყველა სხვა ელემენტის ათვისებადობას უხსნის ხელს.
რა გამო უწყობს ხელს. თავი უშლის არ ვთქვი რა. ანუ აქაც წერია, ანუ ყველაფერი საჭმლიდან ამოღებული ვიტამინებია რა, ანუ თალკე სინთეტურად ანუ სინთეტურად გამოდის რაც ანუ რაღაცა ხო რაღაცა გამოიყო მაინც ქიმიურ პროცესს ატარებ მაგრამ ნოლიდან შექმნილი არა ანუ გამოღებული არის და არა ანუ ჩაზავებული რა ეთინი ხო შვენიერი ამბავია ხო მე შემდეგი არის snapmaker-ზე რო ვისაუბრეთ რამდენი კვირის წინ ანუ თავისი tool changer-ის Kickstarter-ი რო ქონდა კი snapmaker-მა ყველა რეკორდი მოხსნა 3D პრინტერებს შორის Kickstarter-ზე. სხვა მაგრამ 20 მილიონზე დიდი Kickstarter-ი რა ყოფილა რო ისე. ანუ რაღაც ვიდეო თამაშის რაღაცა იყო რა, რაღაცები იყო რა. იქნებოდა უეჭველი. მაგრამ ისე რომ ანუ ბამბულაბიც Kickstarter-იდან დაიწყო პლუს მინუს რა შედარებით ანუ პირველი X1 carbon რაღაცა მაგას გაუხსნეს რა. მაგრამ საერთოდ აგერ 20200 ადამიან 20200 ადამიანმა დაბექა Kickstarter-ზე, ანუ ფული მისცა საერთოდ 20,172,000 დოლარის, რაც ანუ მაგასა გაიყარა. აი Kickstarter-ის Kickstarter-ი რო იყო. ხო. მაგრამ ეგ რა არის, ხო, რაღაც ის იყო, ტიპებს საკუთარ საიტზე ქონდათ, რომ გადაიხადე $40. ეხა და დაგეჯავშნება ადგილი რო Kickstarter-ზე ნამდვილად მოხდე. არა, Kickstarter-ზე მოხდე, მაგრამ Kickstarter-ის ფასი რაც $750 არის, შეიძლება იქნება 700 რა. ხო. ხო და ნუ ჯამში ისე გამოვიდოდიოდა რომ ყველაზე ადრე ტიპი ვინც იყავი $650 გამოდიოდა. მე ეს არ მიყიდია. მაგრამ ხელი მიკანკალებდა იმ $40-ზე. მე უკვე გვიანი ბექერებისთვის გვიანი early ბექერებისთვის 750 იყო, მე 850 გახდა და ესე მე ესე Kickstarter-ის ექცვლება რაღაც მომენტში არ მომწონს. ანუ ბერმა კომპანიამ დაიწყო გამოყენება როგორც მარკეტინგული პლატფორმა. ხო. მე მგონი Kickstarter-ი შეეხმარება რაღაცას, მაგრამ მაგის თვალ წინააღმდეგი არ არის რა. ხო, ანუ მით რომ ფულსი შოვის, მაგრამ თან აი ცოტა ის არის bittersweet და ისეთი მომენტი არა რომ რაღაც პლატფორმას რო უყურებ რომელიც ჩაფიქრებული იყო რომ აი ჩვეულებრივი ტიპს გენიალური იდეა მოვიდა რაღაცის გაკეთება უნდა შეუწყოთ ხელი და ყველამ ერთად ვიხეიროთ პლატფორმა უცებ გადაიქცა რომ იმიტომ რომ snapmaker-ს შანსი არის 20 მილიონი ბიუჯეტი ექნებოდა პრინტერებიც აქვს მოდელებიც აქვს ანუ დიდი ხანია მუშაობა ხო წლები არიან ბაზარზე კი და ანუ და snapmaker-ს აქვს იმისი ფული რომ აი Kickstarter-ზე რაღაცას როდებს თვითონ ის Kickstarter-ი ისე დაარეკლამოს რომ მე ილუზია გექნება რომ აი ხალხის არჩევანი რა ხო და ანუ ხალხის არჩევანი კი ძალიან მაგარი პროდუქტი დადეს და დამარკეტებადი იყო მაგრამ მართლა გეუბნები აი ეს პირველი $50-იანი პრომოუშენი რო ქონდათ მენა ყველა ალგორითმში მეჯდა საერთოდ რა ხო და მე რო ყველა ალგორითმი Facebook-ზე, TikTok-ზე, Instagram-ზე, Snapchat-ზე რაღაცა ზოგადად აი ის არც ვიცი რა ეგრე ალგორითმი აი მარცხნივ რო გადაუშვ სვამ ალგორითმის ემას ნიუსები რო არის Google-ის კი უბრალოდ Google-ის ნიუსებში მეჯდა და ყველა მხრიდან საერთოდ ყველა მხრიდან მოვიდა რა და მე რომ მომიხერხოს კომპანიამ ალგორითმში ესე ყველგან ჩაჯდომა ესე იგი ძალიან ბევრი ფული დახარჯეს იმიტომ რომ ანუ ძალიან პოპულარული არის რაც ხო მიხვდა რომ შენნაირ ტიპს რა თქმა უნდა ჭირდება ხო მაგრამ რას გეუბნები რა რომ პოპულარული ხო და ჯერ ხო არ იყო Kickstarter-ი უკვე რომ მეჯდა ალგორითმში რა ხო და ესე იგი ვერ ფული დახარჯეს რა მაგრამ სუპერ პროდუქტია ძალიან საინტერესოა ანუ ეგეთი იაფი tool changer-ი რა ვიცი იმიტომ რომ ბამბუს ხო მოუჭირა ამან ხო და მაგიტო 48 საათში რაღაცა თავისი H2C რო გამოაცხადა რომ ანუ 6 მილიონს რო აცდა მახსოვს 6 მილიონს რო აცდა ეგრევე H2C გამოაცხადეს რომელიც აი ვერ ჩამოყალიბდი H2C-ზე ისევ რა რომ აი ვინ არის აი რა არის მაგ პროდუქტის იდენტო აი ალბათ რაღაც დეველოპერი ქონდა ჩადებული tool changer-ებში მაგრამ ჯერ tool changers ვერ აკეთებენ და ანუ რაღაცა აგერ ჩვენს გვაქვს changer სისტემა ხო ხო და ნუ აგას vortex-ი ქვია თუ vortex-ი ხო კი vortex-ი ქვია და საინტერესო შეიძლება პრაქტიკაში მართლა ძალიან სწრაფი იყოს მაგრამ ეს სისტემა რო თან EMS-ი ჭირდება თან კიდე ერთი ახალი სისტემა ჭირდება და ნუ აქ რა ვიცი რა ხუთი თავია და რომელსაც საქმე აქვს ის გამოდის სამუშაოდ რა მაგრამ ის ასაცილო რომ ანუ მთელი ბამბულაბის რეკლამა იმ vortex სისტემის და H2C-ის ხო ის ხო რა
აგერ ანუ AMS სისტემით ძალიან ბევრი ფუფი გაქვს და არ გვინდა ბევრი ფუფი და მაგიტო გავაკეთეთ ეს და ამ დროს გუშინ გამოუშვეს P2S ხო რომელსაც single nozzle-იანი ისევ AMS და რომელსაც არანაირი შანსი არ აქვს რომ Vortex სისტემაზე ოდესმე დაჯდეს მე მგონი არა მაგდენი ადგილი ადგილი არ აქვს თორე ისე ნოზლი აქვს იგივე უბრალოდ ანუ შედარებით იგივე ხო ну ბამბულობს თავისი სტანდარტული რაღაცეები ხო რა ხო და ისეთი მომენტია რომ შეიძლება რომ Vortex-ი დაყენდეს თეორიულად ალბათ ვიღაცები დააყენებენ მაგრამ თქვი უარი 10 სანტიმეტრზე print bed-ის რა არის ან თქვა თან H2C რაც არის ანუ H2D-ის პლატფორმაზე და H2S-ის პლატფორმაზე ხო არის და ეს არის 320 მმ-იანი კუბი და ეს არის 216-იანი და ანუ მაინც ანუ სიგრძეშიც როგორ დაეტევა იმას ხო 6 ნოზლის ცვლილება შეუძლია და 5 და ალბათ 3-4-ის უკვე кай არა ნოზლი ბევრი დაეტევა ალბათ ერთ მონაკვეთში არა ის ანუ სისტემა რაც აქვს იმას ანუ სისტემაც რაღაც ეს მაგას ბამბულაპსმა კიდე სამი რაღაცა გააკეთა ანუ B2S-ზე უკვე ბამბულ სერიოზულ იმაზე ფორმულ ექსამენამდე ყველა კვირას ნიუსი უნდა კონდეთ რაღაცა ხო და ეგრე გაიცე B2S-ი გააკეთეს რაც ანუ P1S-ის დააპგრეიდებული ვერსია არის და ანუ და აი ადრე Intel-ს როგორც ქონდა TikTok პროცესორები რაღაცა ერთი იყო რაღაცა წინ გადმული ნაბიჯი შემდეგ იყო ოდნავ წახტომი მე ნაბიჯი წახტომი ნაბიჯი ანუ ნახოთ ან P2S-ი ეგეც ან პატარა წახტომი არის უკეთესი ეკრანი აქვს რაც უკეთესი ნოზლის სისტემა ანუ ეხლა 256 კუბი აქვს რეალურად და რაც 254 P1S-ზე როგორც იყო ანუ კიდეებში მაინც ბოლომდე ვერ ბეჭდავდა და ანუ ის ლიცკრუები აქვს ცოტა უკეთესი და რაღაცა გაპუდრეს აბანაოეს ხო ადამიანის შეხედულება მიცეს არა განა P1-ის არანაირი ადამიანის შეხედულება მიცემა არ ჭირდებოდა მშვენიერი მანქანა უბრალოდ დიდი ნახტომი არ არის რა ერთსა და ორ შორის და ჩემი აზრით ეგ ნაბიჯი იმიტომ გადადგეს რომ ბამბუს აი P1S-ი საკმაოდ პოპულარული არის print farm-ებისთვის იმიტომ რომ ბიუჯეტური ვარიანტია ანუ ბიუჯეტური პრინტერია მულტიკოლორია ძალიან ბევრ რაღაცას აკეთებს ანუ თვითონ შესრულების თვალსაზრისით და თან კარგი მანქანაა და reliable მანქანაა რა და ჩემი აზრით P2S-ზე მოთხოვნა იმდენად ეს არ არის საცალო მყიდველებისგან შეიძლება იყოს ფერმები რომლებსაც უბრალოდ ძველი P1S-ები გაუთავთ ანუ უკვე რაღაცა კი რა დოღის ცხენივით არ ბენინეს უკვე და გაცვდა და შეცვლის დრო არის და ნუ იმ ხელა ბაზარია რომ ღირს რომ რაღაცა ცხოვრების ხარისხი გაუმჯობესო ამ ხალხს და რაღაცა აი 2 მმ იქ დაგიმატეთ ისი გვქენით და ეს აქვენით და საბოლოო ჯამში ანუ ფერმა რო არის გამზადებული გამართული P1S-ზე შეგვიძლია რომ P2S-ზე გადაიყვანო ანუ უბრალოდ გამოაზრე შეაძლო. კი რა, გამოაზრე შედა და არაფერი არ მოხდა. ერთიანი შეიცვალა ორიანით და როგორც იყო ისე ისია. და თან რაღაცა მასალები დაგემატა. ნუ და ესეთ ეგრე ანუ ბამბულაბი მარაიცის. არის ახლა კითხვა. ანუ გასკრას Formnext-ი ახლა ნოემბერში იქნება, სადაც ანუ additive manufacturing დამატებული ფაბრიკაციის შემკრებლობითი წარმოება არის ჩემი სამუშაო ვერსია, როგორ თარგმნოთ ეგ ქართულად. ანუ მაგის ყველაზე დიდი კონფერენცია არის და მან ხშირად ანუ არა მარტო 3D ბეჭდვის მანქანები, არამედ სხვა კომპანიებიც ანუ ახლა რაღაცებს წარადგენენ. ისე ანუ უკვე ვიცით რომ Bontech-ის ინდექსის საბოლოო პლუს-მინუს ვერსია მან იქნება. ანუ კიდე სხვა სასტავი რას ანუ რა მოაქვს ისეთი რომ ეხლა ბამბულაბმა უცბად ანუ H2C გამოაცხადა, H2S-ი გამოაცხადა, ეხლა ეს P1S-ი გამოაცხადა და უცბად ზოგს ყველაფერი მიიყაროს, ეხლა და არა ნოემბერში გამოაცხადა სხვებთან ერთად. ანუ მასეთი კაი რაღაცები მოდის, რომ ეშინია და მაგიტო სანამ აკროფული ამოიღოს. თუ ხო არაპირებენ რამეს გამოცხადებას კიდე ზემოდან კიდე რა, ანუ იმიტომ რომ შეიძლება რომ უბრალოდ ბამბულაბმა იმდენად ბევრი ფული შოვა. იმდენად და იმდენად პატიოსანი R&D ყავთ, რომ ანუ უცებ ამ მეცნიერებმა ტურბო ჩართეს და ერთმანეთზე უკეთესი რაღაცები გამოიგონეს მართლა რა, იმიტომ რომ აი ლიმიტი არ არის დღევანდელ
ეპიზოდში აი რასაც შევეხეთქოთ ან დავიწყეთ იმით რომ ტაბლეტებს აკეთებს ვიღაცა ჟელიბონებს მულტივიტამინ ჟელიბონებიდან დაწყებული რაკეტებამდე ალბათ მე მგონი თვარემდე ჩავდივართ და ამ ხელა შუალედში იმ ხელა პროგრესი ხდება ზოგადად ამ შემკრებლობითი წარმოების დარგში copyright გიორგი ჩახტაური მე დავარქვი მაგ სიტყვას ეგრე მე ვთარგმნე პირველმა არ ვიცი შეიძლება ვიღაცას ხო დარწმუნებულია რომ მე-20 საუკუნის დასაწყისში ვიღაცა ქართველოლოგს არ დაუსწრია ჩემთვის ეგ სიტყვები რა და თუ დამასწრო ღმერთმა შეარყოს მაშინ იმის სახელს ვახსენებ მაგრამ იმხელა პროგრესი ხდება ყველა მიმართულებით და იმდენად სწრაფად ვითარდება დარგი რომ არ არის გასაკვირი რომ ისეთი დიდი და ძლიერი კომპანია როგორიც ბამბულაბია ანუ უცებ გაქრეს საერთოდ თუ რაღაცა პროგრესები ანუ თუ ვერ დაეწივნეს სხვებს იმიტომ რომ ეხა აი მაგალითად ის იყო რა რომ ანუ ბამბულაბის ყველაზე დიდი ფული ბამბულაბს რა მოუტანა რა რომ იქამდე იყო რაღაცა გოლიათი ქრიალითი რომ ენდერსამები გაყიდა უამრავი და მე ლამაზად შეკრა და ლამაზად შეკრა ხო და ბამბულაბმა რა გაკეთა რომ AMS-იანი ანუ მულტიკოლორი გაყიდა უამრავი და ლამაზად შეკრა და იყო ესეთი კარგი მუშა მანქანები ხო ანუ ლამაზი იყო ანუ სახში დადება არ გაგიწევათ რომ ენდერი იმენად ინჟინრის პადვალში აღშენებული რაღაცის ვიზუალი იყო და ანუ თქვა სახში ანუ რაღაცა კერხერის ყავის მანქანის გვერდზე ვერ დადება ხო რაღაც აი Volkswagen-ის ჟუკი არა Volkswagen-ის აი პირველი OG რა ჯანა ვაქვია Beetle ხოჭო Volkswagen-ის ხოჭო პირველი ხოჭო იყო ენდერი რომ აი რაღაცა მანქანა რომელიც ჩამოგივიდა თუ რამე გაუფუჭდა შენ ხელით უნდა გააკეთო გახსნა არ ჭირდება ყველაფერი შიშველია ყველაფერი ტიტველია ყველაფერს ხედავ და თუ ხარ ისეთი ტიპი რომელიც თვითონ ეჩალიჩება მანქანებს შენთვისაა შექმნილი რა იმიტომ რომ Volkswagen-ის ჟუკი ხო რაღაც ამერიკაში იმიტომ იყო ეგეთი მანქანა რომ გერმანელები ვერ ახერხებდნენ სერვისის აწყობას ოკეანის გადაღმა და შესაბამისად ისეთი მანქანა გაუშვეს რომელიც შეგელო რომ შენი ხელით გაგეკეთებინა და შესაბამისად ტინკერერების და ამ ტაიტიპების საყვარელი მანქანა გახდა ეგრე იყო ენდერი მე მოვიდა ბამბუ მულტიკოლორით და მეიქერებისკენ და არა ტინკერერებისკენ ხო რა და უფრო მეიქერებისკენ წავიდა რომ არ არის აუცილებელი რომ ეჩალიჩო შენ მანქანას შენი მანქანა უნდა მუშაობდეს ერთ ღილაკის დაჭერით და დანარჩენი ეჩალიჩე ყველაფერს ამის გარდა ხოზე ხარ სული მოითქვით ძმებო რა მადლობა ენდერის ხალხს რომ ხარჯე დრო რომ აკეთო და არა ხარჯე დრო რომ შეაკეთო კი ხო რა რითიც აკეთებ იმას არ უნდა აკეთებდეს სულ რა და ეხა მე მგონი tool changer-ების ტალღა გვიბათქუნებს რა აი ამ ნოემბერში ბონტეკი მოდის სნაპმეიკერი მოდის და თვითონ ბამბუც მოდის ბორტეკით ხო და კიდე შეიძლება სხვა ვიღაცები რა ვიცი კი იმიტომ რომ ის არის რა აი რამდენი ჩუმი დეველოპმენტი მიდიოდა რომ ყველა რაღაცა სისტემა აქვს ეხა R&D-ის განყოფილებაში რომელიც უნდა გამომძეურდეს Form Next-ზე და ანუ ზოგადად ანუ სტეპმეიკერამდე არც ფიქრობდნენ მაგ მხარეს დეველოპმენტში მაგრამ ეგრე გამოჩნდა რომ ნახეს რომ ხალხმა იტაცა ეგრევე აი ეს ყველაფერი დაიკიდეთ აი ეს აკეთეთ ხო იმიტომ რომ აგერ Red Bull-ი აგერ პიცა ჩავკეტეთ კარი სანამ არ გააკეთებთ არ გამოდიხართ რა ანუ ეგეთ მოდი ხო იმიტომ რომ 20 მილიონიანი Kickstarter-ი უბრალოდ როგორც მინიმუმ სიგნალია რომ უზარმაზარი მოთხოვნა არსებობს რაღაცაზე რა მაგას ბამბულაბის კვირეული გამოდგა ამ მომენტში ანუ მაგასა შენზენში თავისი მაღაზია გააკეთეს ანუ სადაც თავის აქამდე განაირად არ ქონდა მაგრამ თქვა ანუ რისელერებში ანუ თქვა ანუ ალტაში რომ ბამბულაბის მანქანა იდგა სანამ ეგრე ქონდა და ეხლა ანუ თავისივე მანქანა თავისაც მინი მუზეუმი ვითავთ გაკეთებული რომ ანუ პირველი როგორ იყო და ას დეველოპმენტის პროცესები და რაღაცეები თან მაგათ მანქანებზე დაბეჭდილი რაღაცეები და ანუ თან ისე რომ შედიხარ შეიხები ადგილია რა ხო ანუ თუ ეს ანუ სურათია მაგრამ მე მგონი უფრო მუზეუმია ვიდრე მაღაზია ეგ გაყიდვები შენში ჩასული და მაღაზიაში შესული გაყიდვები არაფერს
არ შეცვლის ბამბუსთვის ალბათ, მაგრამ მე ეს არის. იმიტომ რომ მე ალბათ სამგანზომილები ან სივრცეთ გადააქცევენ და მე ვიარ ვაჭრობა იქნება და რაღაცეები კიდე რაღაც. ჩანაფიქრები ფიზიკური ლოკაცია საჭიროა. იმისთვის რომ ვირტუალური ლოკაციაც გადააქციო მე მაინც. თადის ანუ მაინც რამდენადაც ანუ ონლაინ მაღაზიები გავრცელებული არის და ანუ ბევრი ყიდულობს ანუ ბეწყვეულობ თქვენს ყიდულობ და რაღაც ანუ რაღაცებს ზოგიერთი რაღაცა მაინც არის რაც ანუ ადგილზე უნდა ნახო და ისე იყიდო შეიძლება ანუ დასაცმელი იყოს ფეხსაცმელი ან რაც შარვალი რომ ანუ ნაჭერი მოგწონს არ მოგწონს რაც ფერი ზუსტად მოგწონს არ მოგწონს რაც ზომაზე რაც ანუ ყველა კომპანიას რო თავისი ზომა აქვს ზომების სტანდარტული არის მაგრამ მაინც თავის რაც მილიმეტრი 2 მილიმეტრს აქტივი დაჭიან და რაღაცა და ანუ ხო და ისე ის სტორი თუ ბიზნეს რო კრეალიტიმაც გააკეთოს ელეგუმას გააკეთოს მუზეუმივით რაღაცა აი ჩვენი კომპანიის დიდების ხეივანი სადაც ანუ დიდი სიამოვნებაა თბილისში მოი როგორც აქეთ არა ანუ ეგეთი შენობა რო იყოს აი ყველა ეგეთი ანუ პრინტერების და თინქერების და მეიქერ ინვენტარის მინი მუზეუმ მაღაზიები რო იყოს აი ან წავიდოდი გუშინ რა იმენა კი და დაუბრუნდებოდი მასზე გზებით მაგას ეგა რომ ბამბულაბმა ფეხსაცმელი ვახსენდა მაგასაც აგერ კომპანია Press Q-სთან ერთად რომელიც ანუ fashion კომპანია არის ახალი open source ფეხსაცმლის პლატფორმა გააკეთეს. რაც ანუ ჩემი აზრით ძალიან კაი არის, იმიტომ რომ ანუ უფრო commodities ხდის შენი ფეხსაცმლის გაკეთება და დაბეჭდვა. აღკინებული ვარ მაგ news-ზე მე. აღკინებული ვარ იმიტომ რომ შეპყრობილი ვარ კომპანიით, რომელსაც ქვია Zellerfeld-ი. და Zellerfeld-ი არის გერმანული სტარტაპი, რომლებიც აკეთებენ 3D პრინტით ფეხსაცმელებს. ამასაც ჯორდანის ფეხსაცმელი გააკეთეს, ასნაიქი და დასაერთოდ კი რაღაც გააკეთეს და ანუ კანიეს გაუკეთეს კიდე რეზინის ჩექმები და რა ხო და მაგრები არიან საკუთარ 3D პრინტერებს აწყობენ ქარხანაში და მე ამ საკუთარ 3D პრინტერებით აკეთებენ ფეხსაცმელებს და ანუ თავისი custom slicer-ია, რომელიც ანუ თვითონ ანუ custom slicer-ი რას ნიშნავს რომ თავისი ინფილის სტილები აქვს თავისი ას შემდეგ და თან ინფილის არქიტექტურა ადგილობრივობის შესაძლებლობა თქვა თან ლანჩაზე ერთი ინფილი მაგრამ ლანჩის ქვედა კიდურზე ერთი ინფილი მეორე მხარეს სხვა ინფილი შუაში სხვა ინფილი ან თვითონ ჩექმის ზედა მხარეს კი სხვა ინფილი გააშენას თითებთან არის თუ ქუსთან არის და რაღაც რა იმიტომ რომ ხა მე რო ვიწერ მაგალითად რაღაცა ფეხსაცმლის მოდელს ხო რაღაცა კროქსის მოდელი რომელიც ერთადერთი ჩაცმადი ფეხსაცმელი რომელიც დევს printables.com-ზე და უბრალოდ დაბეჭდას ვაჭერ ხო აუ კედლის სისქე ყველგან ერთნაირია ინფილი ყველგან ერთნაირია და შესაბამისად გამოდის ისე რომ ძირშიც და корпуსშიც ერთი და იგივე შევსება გაქვს რომელიც ძირისთვის საკმარისი არ არის და корпуსისთვის ზედმეტია და გამოგდის მერე ფეხსაცმელი რომელიც თან უხეში არის და თან კიდე ამორტიზაცია არ გააჩნია და სიმყარე არ გააჩნია დაბიჯებისას და ზედმეტ სიმყარეა გზემოდან ანუ წარმოიდგინე რომ ქოში გქონდეს ოღონდ ძირსაც ხისაა და ზემოდანაც ხისაა ანუ დანიური ქოში ხო ხო რა რაღაც უბედურება ხო და მაგისი მოგვარება შეგილია ადამიანს შენითაც ოღონდ უნდა იჩალჩორა რომ უნდა დაჭრა ფენები შენი ხელით გამოყო მერე უკვე იმ ესთელიდან რომელიც ჩამოვიდა და ამატა რაღაცა მაგრამ ანუ custom challenge-ს მოითხოვს რა არ არის დამწყებისთვის მოხერხებული და ესეთი პლატფორმის გაჩენა იმის იმედს იძლევა რომ უბრალოდ ზოგადმა დონემ აიწიოს 3D პრინტ ფეხსაცმელების მოდელირება სლაისინგში და წარმოებაში. და სლაისინგი არის ძალიან მთავარი, იმიტომ რომ ეხლა Zellerfeld-ის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ საკუთარი სლაისერი თვითონ გააკეთეს. და მაგ მიმართულებით რა ყურადღებაც არსებობდა და რა ტალანტიც მაგაზე მუშაობდა, რაღაც 1, 2, 3 წლის განმავლობაში ყველაზე Zellerfeld-ში მუშაობდა რა, ანუ სხვა არავინ ტიპი არ იყო, რომელიც ფიქრობდა, რომ როგორ უნდა შევავსო ფეხსაცმლის ძირი ისე, რომ მაქსიმალურად კომფორტული იყოს რა და ბამბუს ამ ინტერესმა და მაგის გამოვლენამ ნიშნავს, რომ
აი ნახეთ, აი ძალიან ზოგად დარგს ისეთი ტვინების დაემატა, რომლებიც სხვაგან მუშაობენ და მე ამ კონკურენციით ჩვენ ვიგებთ იმას, რომ რაღაცა პრინტერი რო იყიდე და ფეხსაცმლის დავეჭდა რო გინა, იმიტომ რომ გინა რომ პირველად ჩაატარო ექსპერიმენტი, რომ ხო რა, ესეც შემილია? პირველი როლი TPU რო იყიდე ცხოვრებაში ადამიანმა, რომ ვაშა, ეხა ფეხსაცმელს გავაკეთებ, გაჭედილი არისო რაღაცა ერთ კონკრეტულ მოდელ კროქსსა და ერთ ბოტასს შორის, რომელიც Maker Wall-ზე დევს Wheelbarrow-სა და იმას შორის რო არისო გაჭედილი. და ეგ კარგი მოვლენაა და თან გახსნის ჩემი აზრით დიზაინის ანუ ფეხსაცმლის დიზაინერების სამყაროს. მაგრამ ერთი ისაა რომ ფასი მაინც დიდად არ დაიწევს ჩემი აზრით. ანუ ზელფერდის ფეხსაცმელი ხარ $200 ანუ $150 პლუს $150 მე მგონი არც ღირს არც რაღაც პოსტები მგონი აქ რას მე პოსტები ხო მაგრამ ნუ $200 პლუს €200 პლუს თითქმის ყველაფერი $200. ანუ რო დათვალო რეალურად ცუდი ფასი არ არის იმისთვის რაც არის ხო ნუ რაღაც რამდენი ცუდი ფასი არ არის ხო ანუ სახში რო გააკეთო შენ თქვა გააკ პრინტერი გააკ ეს TPU და სლაისერი მუშაობს ანუ იჩალიჩე რო ეგ მაგრამ ის ანუ ისინი თავის მოდელებს აკეთებენ ანუ ეგ მოდელი ხო ჰაერიდან არ ჩდება ანუ ვიღაცას უნდა გადაუხადო რომ ეგ მოდელი აეკეთონ ანუ ეგ ხო ხარჯი არის მე TPU თვითონ ანუ მაგათი სპეციალიზებული TPU-ს მოვარობენ რომელსაც $30-40 ღირს კილო და ფეხსაცმელზე ერთი 600-700 გრამი ხო მიდის უსაშველოდ რბილი TPU აქვს რაღაცა ანუ short hardness რაღაცა ალბათ 45 B45 თუ რაღაც იმენა მე ეგარ მე თან ბეჭდოს ხო დრო უნდა თვითონ პრინტერის ხო ფასი არის თქო ანუ სახში რო გააკეთო ანუ თქო იყიდე ჩვეულებრივი რაღაცა პრუშა MK4-იან Creality K1-იან ბამბულაბის A1-იან რაღაც რა და გაიკეთე ფეხსაცმელი ანუ ეგ ერთი $300-400 პლუს ხო ღირს მანქანა და მე ერთი $40-50 ეგ TPU გიღირს მე დამოდელებას რამდენი ხანი მოუნდები ნუ მე დაბეჭდოს კიდე რამე ხემოდა ერთჯერადი ხარჯია იმიტომ რომ მორჩა აღარ არსებობს უკვე მოდელი ხო მაგრამ მე იმას ხო ბევრი აქვს მე მაგრამ შენს კაი ერთად დამოდელი მაგას ვთქვათ ანუ ერთი 3-4 საათი ვთქვათ კაი 3D მოდელინგი შეგიძლია და გააკეთე 60 საათში ანუ შენი სამუშაო 1 საათი რა გიღებს მაგ პროფესიაში ალბათ ერთი $15-20 კარგი მოდელერი თუ ხარ ხო მომიყვანე ეგეთი კარგი მოდელერი დავასაქმებ მოდელებს მე ეგ არის და თან მე დაბეჭდე მაგასაც დენი თვითონ მანქანის თვეთა და რაღაცეები ხო მოყავს ანუ ფასი ემატება და რეალურად ანუ შენით რო გააკეთო ანუ კი ფეხსაცმლის გაკეთება ნუ პრინტერი რო არ დავთვალოთ ერთი $100-150 გამოგდის მაინც და ეგ არის ანუ ბარემ პროფესიონალს მიხედავს, მაგრამ ეხლა ისე რომ მე მინდა რომ მაგ პროფესიონალს დავეციო და გავუსწრო და ვაჯობო. ხო და ანუ ეს ხდება მაგას, რომ ანუ უფრო მეტი პროფესიონალი შეიძლება გამოჩნდეს და ანუ მოდელერს ხო მოდელირება უნდა და არა მათემატიკის და ინჟინერიის ტვინის ბურღი რომ ანუ აქ რამ ხელინფილი დაჭირდება, აქ რა ზომა კედლები უნდა იყოს რაღაც ანუ პროფესორში პირაბი არის რომ ანუ ეს არის პლუს მინუს სტანდარტები რა და ანუ ამის მიხედვით მიიღები. ერთი მთავარი ესეთი რაც ის არის 3D პრინტერზე გაკეთებული ფეხსაცმელებში, რაზეც არავინ არ ლაპარაკობს. ანუ რა არის რომ ფეხსაცმელებს აქებენ რომ breathable, სუნთქვადი, არ ვიცი, სუნთქავს კარგად. ზაფხულში კაი არის. ხო და ანუ და მაგრამ ეს ყველა ეს 3D პრინტერი ფეხსაცმელი, იმიტომ კი არ სუნთქავს რომ ან მასალა სუნთქავს ან არა. არა, უბრალოდ 3D პრინტინგი იძლევა იმის საშუალებას რომ შეუძლებელი ფორმები შექმნა შეუძლებელი ფორმები, რომლებიც კარგად ვენტილირდება. ოღონდ ეგეთი გზით შექმნილი კარგად ვენტილირებადი ფორმები ზამთარში არა ვარ დარწმუნებული, რომ ისევ კარგად ძალიან კარგად ვენტილირებადი არ რჩება რა. იმიტომ რომ თითქმის არ გააჩნდა ანუ სხვა მასალის დაუმატებლად როგორც არის ან ტყავი ან რაღაცა ნაჭერი ფილამორების ფეხსაცმელი როგორც არის გარედან კი პლასმასი არის და შიგნით სხვა ფეხსაცმელს დებ რა ის ნაჭერი რაც არის
ანუ ან ეგრე უნდა იჩალიჩო, ან რაღაც რომ თხილამურების ფეხსაცმელებს ნული ვენტილაცია აქვს. ანუ ისეთი მომენტი არა. აი საერთოდ უცნაურია თხილამურობა, იმიტომ რომ ეს არის ყველაფერი გაყინული გაქვს და ფეხები მოხარშული. ვაშა, მაგარია. ეს როგორც უგები რო იყო ერთ პერიოდში ძალიან პოპულარული რა, ეგეთი პონტი არის, ანუ რაც ვთ თბილია. всё, მორჩა. უშლოა და თბილია, მაგრამ თბილია, რა სხვა ფუნქცია არ აქვს, просто თბილია. და ფეხზე გაცივ რა. მაგრამ ნუ ეგ ის არის რა, ზოგადად აი მოამინდობის და ზამთრის ტანსაცმლის რაღაც საუკუნო ბრძოლაა, რომ სითბოც გჭირდება და ვენტილირებადობაც და ორივე და ერთმანეთს ხელს უშლიან, ხო და რა უნდა ქნა მაგისთვის. ფეხსაცმელზე ვინც მაგას ამოხსნის, იმიტომ რომ არ მგონია რომ ეგ დღეს და ხვალ ამოიხსნება ეგ ნაწილი. რომ შეიძლება უკვე ვიღაცა ფიქრზე უბრალოდ ელოდება რომ პატენტის ოფისმა დაუმტკიცოს. იმიტომ რომ არა სასიამოვნო იქნებოდა რომ არსებობდეს ფეხსაცმელი, რომელსაც რაღაცა ზაფხულში ერთ ელემენტს მოაკლებს, ზამთარში ერთ ელემენტს დაუმატებ და ზამთარში თბილია, ზაფხულში გრილია, რა. მარანივით ფეხსაცმელი. ეგ არის შემდეგი ფეხსაცმლის ბრენდი, რომელსაც დავიწყებ მარანი, რომ ერთი და იგივე ფეხსაცმელი ზაფხულში გრილია, ზამთარში თბილი. მაგრამ მაგაში რა იფაზე იყო თუ რომელ ამასეთი როგორ კონფერენცია, სადაც ერთი კომპანიის ვიდეოები ვნახე, რომელიც მაგ ფეხსაცმლის გაკეთებაში მაგარი დამხმარე კომპანია არის. არის სენსორის შემქმნელი კომპანია, ასე რომ უბრალოდ ორი პანელი არის, რომელსაც ფეხს აბიჯებ და სენსორი არის, რომ ანუ თქვათ ფეხის გულზე რა ადგილას არის ყველაზე მეტი წნევა, ანუ როგორ დგახარ და მაგის ხევით ანუ მე აკეთებენ ხო? ფეხსაცმელი. ანუ ლანჩას აკეთებენ. იდეალურ ღაბაშს გიკეთებენ? ხო. რომ ანუ აი აქ ქართულად ღაბაში ქვია. ღაბაში. ღაბაში უფრო ლანჩას აკეთებენ. ღაბაში, ლანჩა? ლანჩა რა არის? ძირი ხო? რომ ანუ აი აქ უფრო მკრივი უნდა იყოს, ანუ უფრო ბირი და ას მაგაზი იგეთებია თან. ანუ ღაბაშიან ლანჩას აკეთებენ. ძალიან მოგიწევ. იმიტომ რომ ღაბაში ქვია. მაგრამ ამას ერთად ანუ თუ გაინტერესებთ ეგ სფერო, არა მარტო ფეხები და ანუ საერთოდ მედიცინა, მასარიკის უნივერსიტეტმა ჩეხეთში ახალი პლატფორმა გაუშვა თავისი, სადაც კომპიუტერული ტომოგრაფიით გადაღებული სკანების მოდელები ყრია. ანუ ადრე კი იყო, ანუ შეგეძლო კიდევ რაღაც თავის ქალის მოდელები და ასე, მაგრამ ეს არის ანუ რეალური და ანუ უფრო სამედიცინო რაღაცების არის, მაგრამ ახლა ჰელოვინიც მოდის და open source ეს ის ყველაფერი. ხო, ანუ просто რეპოზიტორი არის. ანუ ხვალი კი რა ხერხემალი გადმოვიწერო. აი ეს ხერხემალი, იდეალური ხერხემალი, არა ვიღაცის დახატული. ხერხემალი თავის ქალა ნეკნები და რაღაცები რაც გინდა რა. შეიძლება ცოცხალი ადამიანიც იყოს ის ვინც და ტომოგრაფირეს და აღრიცეს, ხო? და მაგარი რაღაცაა, რომ შეგიძლია რომ ცოცხალი ადამიანის ჩონჩხი დადო შენი სკოლის არის ბიოლოგიის კაბინეტში. და 1-40 წელიწადში ის ტიპი მოკვდება და შენ უკვე მკვდარი ადამიანის ჩონჩხი იქნება მართლა. ანუ ეგრე იყო ადრე. ხო, ანუ ნამდვილ ძვლებს დებდნენ? ანუ ძველი ექიმების არის ჩონჩხები რაც არის იყო ხოლმე რა, ადრე ანუ ტიპის იყო. ხო, პრინციპში რა ვიცი. საიდან უნდა მოიტანათ. ანუ ეხლაც არის ხოლმე ანუ ზოგი რო აწეს ხმოწერას რომ ანუ და ჩემი ორგანოების სხვას მიეცით და ანუ რაც სხეული მედიცინას გადაეცით. ის რო არის რა, ანუ ეგრე აკეთებდნენ ადრე. ანუ შეათ არ ეკითხებოდნენ, შეათ რას უნდა შეარეკითხებოდნენ. ანუ ისეთ ის არის, რა მე მგონია ტეხავს რომ გგონია რომ ჩემი სხეული მედიცინას გადაეცით და აღმოაჩენ რომ ანუ და გონია რომ კიბოს წამალს გამოიგონებენ და ვიღაც ბავშვი ის რაღაც დაღეჭილ ფურთხს რო ესვრის პასტის მეტრობით რა. ხო, მადლობა, მე მაგრა უშველე სამყაროს. მაგრამ კიდე off topic-ია, მაგრამ გამოხსენდა რომ ვიღაც ტიპმა ეგრე გაიგო რომ დედამისი რომელიც გადასცა მედიცინას გაყიდა საავადმყოფომ და ჯარი იყენებდა რაღაცა ბალისტიკურ ტესტებში რა. ანუ რომ ამ როგორია რომ გაიგო ადამიანი რომ თავისი მკვდარი დედა რომელზეც კიბოს წამალი უნდა ეპოვოთ, უბრალოდ ვიღაცა 18 წლის ჯიგრები ესვრიან, აბა უფრო დიდი თოფი ვესროლოთ ამ სანდომიანი შეხედულების ქალს თავს როგორ გაუხეთავს. იმედია ეხლა
მინესოტას და ვაშინგტონის უნივერსიტეტებმა რაც ხდეს, ცოტა უფრო დაეხმარება, რომ ეგ აღარ მოხდეს. რა ხდეს მინესოტას და რაც არის ვაშინგტონის უნივერსიტეტებმა? ახალი მეთოდი შეიმუშავეს, რომ დაბეჭდონ კანი. ანუ ზუსტად კანი არა, მაგრამ კანისნაირი ჯერ ვერ გადმოგვინერგავენ კანს? ანუ ამ ვარიანტს ჯერ არა, მაგრამ ეს იმის გააგეს, რომ ანუ ვინ სამედიცინოზე სწავლობს, ანუ უბრალოდ პრაქტიკა ჭირდება, ან დამატებითი სწავლება, ტატუი შეიძლება მაგაშიც გამოდგეს. როდესაც ვთქვათ, ანუ სეჩურინგ, ანუ შეკერვა, ან გაჭრა როგორ უნდა სწორად რაღაცა, ანუ ეს ყველაფერი რაც მინი არტერიები და რაცები არის და ანუ რომ მაგაზე ისწავლონ. რაც ანუ ესკობა არის. ამას თუ მეთოდს თუ დაამუშავებენ ისე რომ ანუ ორგანული ნივთიერების შემუშავება საერთოდ მაგით გადაინერგავ კანის გადანერგვის. აუ დაიძირება ბოტოქსის ინდუსტრია მე. და მაგასთან ერთად კიდე სტუტგარტმა თუ ეს სამედიცინო ნიუსების მარათონზე ვართ ახლა. ხო. შვეიცარიაში დაიწყეს ტესტირება დაბეჭდილ ადამიანის რა ქვია კორნია ქოვანა მე მგონი. არის კორნ თვალის გუგის წინ თვალის ქოვანა. ნატურალური ლინზა რაც არის, ხო. მაგას ბეჭდავენ და ანუ დაიწყეს ანუ ჩანერგვის ტესტები და რაღაცეები. აჰა. მე მაგასთან ერთად იყო სად არის? რომელი უნივერსიტეტი იყო? ეგ ხო. ანუ CIC Biomagune და Brask Research Technology Alliance-მა დაიწყეს ტესტირება არტერიების ბეჭდვის. ჯობ, მაგარი. რამდენი ქოლესტერინიც გინდა, იმდენი შეგვიძლია რომ წამოაწერ. და მაგასთან ერთად შტუტგარტი რაც გამოსცადა, შტუტგარტმა და დისკლეიმერი უნდა გავუკეთო. ჩვენ შოუში არ გაიცემა არანაირი სამედიცინო რჩევები. ყველაფერი არის ან იუმორისტული ღირებულებით, ან არის პირადი მოსაზრება, რომელსაც არ ვაგებთ პასუხს. რამდენი ქოლესტერინიც გინდა, იმდენი ჭამე, არტერიების ბეჭდვა დაიწყო ხალხმა. მაგრამ აი შემდეგი რაღაცა შეიძლება დაგეხმაროს. შტუტგარტში 1.8 მილიონ ევროიანი გრანტი მოიგო ამ შტუტგარტის უნივერსიტეტმა და რაზე არის მეთოდოლოგია, ანუ 3D ბეჭდვა ორგანიზმში. ანუ დაახლოებით ანუ რეზინის პრინტერები როგორც მუშაობენ, რომ ანუ ეს რეზინის სითხე ასხია და ანუ UV რაღაც ადგილებში ანათებს და ანუ ფორმას აზრებს. ხო, სითხეში გახსნილი ფილამენტის მას იწვევს. გამაგრებას კონკრეტულ ადგილას სადაც მიანათა და არა სხვაგან. ხო, ეგეც იგივე რაღაც ბიომასა არის, რომელიც ანუ იგივე UV-ზე მუშაობს და ანუ ამყარებს ეგეც რა. ეს თვითონ რამეს შეიძლება უბრალოდ საკვები მასალით დაფარო პრინციპში რაღაც მოფუფხო ცხოველი რომ თეთრი სისხლი რისგან შედგება რაც გადააყენება. ხო რა ლეიკოსისტემი რაღაც ფუფხის მაგვარი რო შექმნა შიგნით რომ შეხორცდეს ის კუჭის წყლული და არ იწვებოდეს ხო? ანუ რაც ენდოსკოპი ქვია ხო იმას ანუ მიდუარი ხო? ანუ რაც ანუ ეგზონდი რო შეუშვა იმას დახედა რაც კუჭის წყული სად არის ანუ მივიდა რა მიედო შეაფურთხა ეს რაც გლუფი რაც სჭირდება და UV მიანათა და всё ანუ ეშველა ხო რა ანუ დაიფარა წყლული კუჭის წვენი აღარ სპობს. ხო შეიძლება ნაწლავებშიც იგივე პონტი რაღაც გაიქცა. აუ ნაწილ ვერტიკულზე ალბათ ხალხს ძალიან დაჭირდება უშველის ეგეთი მოვლენა. ზომაგარია. ან შეიძლება ის ან ზოგს ან რაღაცების გამო რომ ანუ მონაკვეთს რო აჭრიან. ანუ იქაც რომ შეხორცების პროცესში რაც ერთი-ორი რაც ტაბლეტის ფორმის ისინი რო არის კამერები. ანუ ეგეთი რაღაც რო იყოს რომ გადაყლაპო ის სადაც არის მივა, რაც გაჩერდება, ჩაეჭიდება ამ გლუფს მიასხავს შეანათებს და წავალ. გამოვადა საერთოდ საჭირო რა. კი. ან white cured ხო და უბრალოდ შიგნით რაღაცეების დასაწებებელი თქელს ანუ აი რაღაც ვანჩხარ აი მედიცინა ხო თან რამდენად ისეთი სფეროა მაღალი ცოდნის და ძალიან რაღაც მიუწვდომელი და ასე შემდეგ რა მაგრამ მე თან რეალური პროცედურებზე რო დადიხარ ის როგორ ახერხებს მედიცინა რომ ხალხს სიცოცხლე შეუნარჩუნოს და გაკერე რაღაცა მოჭერი რაღაცა ჩააჭირე ერთმანეთს მიატყებე მოატყებე ძალიან შეიძლება იმიტომ რაღაცა პირველ ოპერაციებს იც ვინაკეთებდნენ ფერძები
ანუ просто სამართებლის ხმარება ვინც იცოდა კარგად რა რომ ზუსტად გაიჭრა რა ექტივები იყვნენ რა და მე უბრალოდ იმას ქნას რა და უბრალოდ ბალახი დაგეჭე შეაფურთხე შეხოცდება რა და просто სწორ ადგილას უნდა მიაწევო ხო და ეხლა სწორ ადგილას მიწებება რობოტებსაც შეუვლიათ ნელ-ნელა და საინტერესოა რომ ასეთ ეგრო არ გას შარშან იყო თუ შარშანტინ ერთ-ერთი პირველი ტესტი იყო კარდიოქირურგი ავსტრალიიდან კანადაში თუ პირიქით აკეთებდა გულის დაკრას ოპერაციას ხო როგორც ანუ რაც რობო assisted ტიპი იყო რაც ანუ ამ ხელები ხო აქვს მაგრამ გულზე იყო რაცა ხუთთეთრიანი ზომაზე გასაკეთებელი ოპერაცია და ანუ ეს პინცეტები და რაც რო არის ანუ მაგ რაც ხელს ძალიან თუ გაწევ იმან ძალიან რო არ გაწევს ანუ ეგ ტიპი იყოს მაგრამ თან ისა რომ რამდენი 1000 კილომეტრის იქიდან რო აკეთებ ოპერაციას. ხო, ანუ რა ვიცი, მე პინგი რა ქონდათ. მაგრამ ის რაღაცა აი რითი მოკვდი და packet loss-ის გამო, ანუ რაღაცა ერთი მოძრაობის პაკეტი რო დაიკარგოს, სუდა დაასაქმე მე ხო? მაგრამ ეხლა ის არის ეს აი თამაშებში ხო არის projectile-ები რო იკარგება ხოლმე რა რაღაც მინიონი ისვრის რაღაცას და ეს მიფრინავს და გაქრა, იმიტომ რომ ინტერნეტის კავშირის გამო სერვერთან აქ რო რაღაცა მიფრინავდა და გაქრა ეგ ინფორმაცია და გაქრა ისა არ მოხვედრია მიზანს ხო და ეგრე რო ანუ საღოლმაგად კარგი კონექშენი დაუდიათ რა მაგრამ ერთიც აი სამი ნიუსი რომელიც ანუ სამი შესაძლოა ანუ ადამიანის სხეულის ნაწილის ან დაბეჭდვას ან ნუ დაბეჭდვას შეკეთებით რამდენი ეგეთი პროცედურა უნდა ჩაატაროს ადამიანმა რომ ეს გემის თემას აქვია თეზევსის ხომალდის პარადოქსი ქვია პარადოქსი თუ რაღაც ჰიპოთეზია არ ვიცი ხო ანუ აზრობრივი ექსპერიმენტი რამდენი ხნის მერე გახდები სინთეტიკის კიბორგან Fallout-ის თამაშებში იყო სინთეტიკური სასწავლი რა ანუ აი რობოტში რო აქვს ეს კანი გაკეთებული რა ანუ მაგრამ რობოტის ხელი აქვს რა მე მგონი ძალიან შორი არ არის რა იმიტომ რომ ეხავე ხო კიბორგები ცხოვრობენ ჩვენ გვერდით რავი აი ვისაც კი გულის პეისმეიკერი აქვს ხო აუ კიბორგი აქვს ეგ არის ანუ ტექნიკის გარეშე ცოცხალი ვერ იქნებოდა უბრალოდ იმის ცნობიერებაში იმ ხელა ადგილი არ უკავია თავის ელექტრონულობას ჯერჯერობით რა მაგრამ ისე რომ ანუ კიბორგი ხო რაც ელექტრონიკის გარეშე ვერ არსებობს. ხო. პეისმეიკერზე ელემენტები ამოაწყდება ადამიანს პეისმეიკერიდან როგორი არსებობს. ეგ არის მაგას სხვა ის აქვს რომ კიბორგები უკვე არსებობენ, მაგრამ non-invasive კიბორგები რა. ანუ პეისმეიკერი ხომ არის ანუ შიგნით გახართ ჩამონტაჟებული რაღაცა. მაგრამ არის კვლევა რომ ანუ უბრალოდ ზოგი ადამიანი ანუ ტელეფონის გარეშე ხო, ცუდად ხდება, ანუ თეორიულად კიბორგებში გადიან. კიბორგებში გავდა, მე ჩვენ კიბორგებში გავდივართ, ხა რომ ტელეფონი არ მაქვს, კომპიუტერი არ მაქვს, პლანშეტი არ მაქვს, რომ მოვათვალ შეიძლება ჯერ. არა, ხომ არა, აი ყველაფერი რო შემომაცალა. ხო, არა, გავხაჩავდი მაგას, ან ტირილს არ დავიწყებდი ალბათ. არც უახლოეს კედელს ურტყამდი თავს, მაგრამ ძალიან დავსევდიანდებოდი. ისე ძალიან დავსევდიანდებოდი, რომ ვიტირებდი. მაგრამ ეხლა რაზეც არ დავსევდიანებდი, არის ანუ ნაწილობრივ დავსევდიანებდი, მაგრამ მაინც ვულკანმა გამოუშვა ახალი რკინის 3D პრინტერები, რომელიც ჩვენნაირებისთვის არის ბიუჯეტური 3D პრინტერი. იცით რა არის პრინტერი? ბიუჯეტური 3D პრინტერი, ანუ შედარებით არის MX სერია, რომელიც 100 მმ-იანი კუბის არეალი აქვს და ღირს $40,000 $39,000 ბოდიში. დავამრგვალე. ჩამოტანიანად ცოტა მეტი. ჩამოტანიანად ჩვენთან 18% და რამე კილო არის. ტვირთის DGG-ს ჩამოტანა კიდე დიდი ნივთია, ეგეც ძვირი იქნება. ალბათ და მე ეს metal powder-იზე ასმარ. მეტალი ხო კიდე. მაგრამ რეალურად რომ კი ბიუჯეტური არის. იმის და შედარებით რაც წესით ღირს. ხო, მაგრამ უბრალოდ მეტალის პრინტერები ღირს უშაშველო ძვირი. და იგივე რაც სხვა რო იქნება, რაც 100-200,000 დაგიჯდება. მე ხო და ეს ძალიან მომწონს ეგ რაღაცა. ანუ მე რომ მქონდეს ახლა მარცხენა ჯიბეში 40,000 და ვის არა აქვს, ვინც ჩვენ გვიყურებს ყველას. საერთოდ საქართველოში იპოვი ვინმეს რომ მარცხენა ჯიბეში 40,000 არ ედოს,
უცხოურ ვალუტაში, ჩვენ და დოლარებია. ჩვენ იმდენი ფული გვაქვს, რომ ეს green screen-ი კი არ არის, ეს სინამდვილეში არის ნანოქსოვი. იმდენი ფული გვაქვს, რომ ამ პოდკასტს ჩვენთან ვასპონსორებთ. კი, ბარემ 3D ტავერნა, პოდკასტი კაი არის, მაგრამ ასევე subscribe-ეთ 3D ტავერნა YouTube-ზე. ჩვენ ვართ 3D ბეჭდვის მაღაზია და სერვისი, ამიტომ რამე თუ მოგინდათ, გამოუშვით მოდელები, ფასის კალკულატორიც თუ რამე ქვევით არის, რომელიც დაახლოებით ფასადებს, მაგრამ ზუსტისთვის მაინც მოგწერეთ, ყველაფერი გაათქნება. მაგრამ ბარშ შეუძლია ისევ ამას ცოტა მარკეტინგული ხრიაკების როგორი დაფინანსებული პლაგივით გავაკეთეთ ყველაზე ხარ რომ არა ფული გადაგვიხადეს კი მაგრამ MX800C არის კიდე რომელიც არის 800 მმ 600 მმ-ზე 900 მმ-ზე რკინის პრინტერი გიორგი შენ 3D ტავერნის რეკლამა უნდა გააკეთო და აი ეს ფული უნდა აიღო მაგაში მადლობა გიორგი რომ ფული მომეცი რომ 3D ტავერნის რეკლამა გააკეთო So, ეგ არის. აი ესე გაყიდულია ყველაფერი. ხო, რასო ხან MX100 არის ყველაზე პატარა ვარიანტი და MX800 არის ერთი ყველაზე დიდი. ხო, ეგ ძალიან დიდია. ანუ ეგ ხო და აი მაგის ფასი არცად არ წერია. MX100 $40,000 ხრის, მაგრამ რა ეხირება MX800-ის, რა? ხო და შეიძლება ერთი 200-250-ის შეიძლება მინიმუმ შეიძლება რაღაც 9 მილიონის ძალიან თავისუფლად შეიძლება ღირდეს ანუ უფრო იაფია ვიდრე კი მაგრამ ანუ რა შესაქმე მოცულობა რო წარმოვიდგინოთ რა მოცულობა ხო ხარისხებადად ის არ არის ანუ რას გულისხმობ რა არითმეტიული პროგრესი არა გეომეტრიული რეალურად და ეს ყველაზე ბიუჯეტული ვერსია რომელსაც რეალურად აქვს სივრცე 1 ლიტრი ანუ დეციმეტრ კუბი სამუშაო არე რომელიც არის რაღაც აი ამ ხელა კუბი ხო, რასაც ამ ხელა კუბი. არც გეგმები 4 ხო და ანუ აქედან 80-ზე ხო? არის 1 2 3 4 5 6 8 კუბი. აქეთ კიდე 8 აქეთ და კიდე 8 ზემოთ. ანუ ჯამში 8/3 ხარისხჯერ უფრო დიდი სივრცე აქვს სამუშაოდ. და შესაბამისად 8/3 ხარისხჯერ უფრო ძვირი მთლად არ ეღირება, იმიტომ რომ ძალიან დიდი განსხვავება იქნებოდა, მაგრამ ჯიგრულად ძვირი ეღირება. ეს მან ყველაზე ძვირი რაც არის, ალბათ ის ლაზერები და ხო, რომელიც მე უფრო დიდ სივრცეზე უნდა მოძრაობდეს და ალბათ იმის გამო რომ overall ნელია და დიდი ნივთის გაკეთებას რაღაც დღეები დაჭირდება ალბათ. მაგრამ საერთოდ გაკეთება რო შეგიძლია, ეგ არის სუპერ ძალა რა. ანუ ჩემი აზრით ყველა ოჯახში უნდა იყოს ერთი მეტალის პრინტერი რა. ყველა ოჯახში უნდა იყოს ერთი მეტალის პრინტერი. არავის არასოდეს ცხოვრებაში არ უნდა ჭირდებოდეს მეგობართან დარეკვა და იმის თქმა გამირკვიე შენ კარგი ტოკარი ხომ არ ყავსო. წარმოგიგე ყველას გვაქვს უეჭველი შემთხვევა რომ აი ერთი ჩანგალი გაქრა. ხო, ანუ გარესხე დადე და გაქრა. კი ჩანგლების ფერი ამ წაიღო. ხო, წვერებთან. გაქ ეს, გაქ ჩვეულებრივი 3D პრინტერი, რას PETG-თან ASA-ით რაღაც დაბეჭდე ტარი, რკინით დაბეჭდე ჩანგალი კოუზი რაც არის, შეერთე ბრახ. გაქ შენი ქარხანა სახში. ხო და არა თან ხო და ეგ რა რო 3D პრინტერი რო გაქ ქარხანა გაქვს სახში მართლა. პაწაწკუნდელა ქარხანა გაქვს, რომელიც რაღაც თვითონ ივცნელა აკეთებს თითქოს, მაგრამ თან ზოგჯერ ტრანსრაბადას აკეთებს. ხო, შეიძლება უფრო სწრაფი იყოს, ვიდრე მაღაზიაში წასვლა. და ეხა განსაკუთრებით საქართველოში რა თელსოც ვიზახი რა, რომ ეხა ეს 10 სანტიმეტრი, 10 სანტიმეტრი, 10 სანტიმეტრზე დიდი არ ჩანს, მაგრამ თან უზარმაზარი არია მეტალის ნაწილისთვის, რომელიც გჭირდება თუ ეტევი მაქსიმუმ ზონაში. რეალურად საათის გიერები რო აიღო რა, ჭანჭიკები რაღაც. რამდენს გააკეთე 10 სანტიმეტრში. ხო. უამრავს. უი, საათების ხო. ხახები და რაღაცეები რაც ვიძებდა რა. ხო, პატარა მექანიზმებისთვის, ხო, ყველაფერი სახში შეიძლება გეთო და თან სხვა მეტალი თუ იშოვს, თქვათ ანუ შეიძლება მარტო რკინადაც ბენზინაში, ანუ ოქროსი თუ არის ეს ფული არ ვიცი ან რაც ვერცხლის, ანუ უბრალოდ 10 სანტიმეტრში რამდენ კულონს გააკეთე. ხო. და კიდე აი ყველაფერს თავგანებოთ, რომ წარმოგიდგენ რომ ოჯახისთვის იყიდეთ, რა. არაფერს, ანუ
არაფერს არ აკეთებს ისეც რომ გაყიდა ხო რა. რამდენჯერ ხდება რომ აი უბრალოდ რაღაცა გაგიფუჭდა და ჭირდება ვინტი, ან რაღაცა დამჭერი, ან რაღაცა ჰოლდერი, ან რაღაცა ისა, რომელიც უცებ საქართველოში არსად არ იყიდება რა. ან იყიდება, მაგრამ არის 100 ცალიანი შეკრა. აი ჭირდება ერთი. როგორი რაღაცაა რა, რომ აი ყველაფერს აი ალუმინის მილი რაღაცა. ხო? რაღაცა 10 მმ-იანი დიამეტრის ალუმინის მილი. აი ხან არის ამ დომინოში და გორგიაში ხან არ არის რა. აუ 10 სანტიმეტრი აი ყველაფერი რა შეიძლება რომ რაღაც ძალიან ჩვეულებრივი გავრცელებული ჭანჭიკი უბრალოდ საქართველოში არ იყიდებოდეს, იმიტომ რომ არავის არასოდეს მაგან არ დაინტერესდა და არ შემოიტანა. ანუ გაზის და წყლის მოსამალზე როგორ ვენდობთ ჯერ არ ვიცი ამ ზუსტად რა ხარის ეს, მაგრამ თქვათ აი გაზის და წყლის მილიც გაყვანა გინდა რომ რკინის არის. მაგრამ არ გინდა 90 გრადუსიანი, არ გინდა რაღაც 130 გრადუსიანი, ჭირდება რაღაც 75 გრადუსიანი მოხრის. ხო, რატო? რკინა არის. რკინის მილი? ხო, მაშინ გავუკეთებ რკინის კუთხე რაც არის რა. მაშინ გავუკეთებ 75 გრადუსიან კუთხეს და ეგა. და დაბეჭდა. ხო, და დავიჭდო. სახში აკეთებ ყველაფერს, ჩაეტიე მთლიანად ბიუჯეტში ერთი მანქანის ფული დაგეხარჯა ხო და რა ვიცი, მე თუ მკითხავ, ანუ თეორიულად ეხა აი ამ მანქანით თუნდაც 1 სანტიმეტრი 10 სანტიმეტრი 10 სანტიმეტრზე უნდა გქონდეს ხო რა. ნამდვილი მანქანის გაკეთება შეგიძლია. უბრალოდ ყველა ნაწილი ხო, კი, არ უბრალოდ ყველა ნაწილი როგორღაც უნდა გადააბა ერთმანეთს რა, მაგრამ რაღაცა ერთ წელიწადში მიხვალ იქამდე რომ გააკეთო ნამდვილი მანქანა. და მაგას ეს კიდე დაიც რომელი ხო გაუჩერებლად უნდა იმუშაო. ნუ გას მეტალზე კიდე EPFL-მა გააკეთა ახალი სტილის რკინის ბეჭდვის ტექნოლოგია თემატიკა. რაც არის უმეტესობა ეხლა რკინა როგორც არ කියන მეტალის მეტალები როგორც არის, ანუ არის ესე ანუ ქვილი მეტალის ქვილი. ხო, რა მტვერი, რა ვიცი, ანუ დასწორა. ლაზერი უფრო სწორია ალბათ, იმიტომ რომ ძალიან დაქუცმაცებული მეტალი. მტვრის ზომაზე, ამ ქვილის ზომაზე, რაც განაც ანუ ლაზერი ანათებს რაღაც წერტილებში, სადაც ანუ ის დება და ფორმა ხდება. დაახლოებით UV პრინტერივით მუშაობს პრინციპში რა, უბრალოდ ძალიან ცხელი. ხო, ძალიან ცხელი. ხო, მაგრამ ამათო გააკეთეს ჰიდროჯელის ბაზაზე, ანუ ჰიდროჯელის რაღაც დიდი ჟელეს კუბიკი რაღაც არის, სადაც ანუ ამით ფორმას ანუ ამოძერწავენ და შიგნით სპეციალიზებული ფორმას ალბათ FDM პრინტერით წერწავენ. ანუ სათავეც როგორ, მაგრამ ანუ ისე რომ მე ანუ რა ფორმაც არის, მე მაგაში რკინის ანუ მეტალის მარილს ყრიან და მე მაგ მეტალის მარილს ქიმიურად ზრდიან. ანუ თუ გაქვთ ნახე ვიდეოები ანუ ალმას ან რუბის რაღაც ეგეთებს რო ზრდიან ლაბორატორიაში, ნახოთ იგივეც სწრაფად უბრალოდ ეს ქვილი რაღაც ქიმიურად და ხდება რკინის ის ფორმა რაც გჭირდება. ალბათ რეაქცია შედის რაღაცას ან ჰიდროჯელში გაიწოვება ის მარილის ფუძე ან რაღაც რა დანამატსაც ამატებ და რჩება მე უცებ რკინა იმ ადგილას სადაც უნდა ყოფილიყო უბრალოდ. და ანუ ბერათ უფრო ეს ვთქვათ შეუძლებელი ფორმები შეიძლება გააკეთო, ვიდრე ანუ ანუ ამ შემთხვევაში ის კი არა რომ ლაზერით ადნობ. ანუ ქიმიური რეაქციის შედეგად ნარევიდან ანუ ლაზერით ქიმიური რეაქციას იწვევს. და ხო ანუ ლაზერით ხო ისევ ლაზერით ადნობ, მაგრამ ლაზერით კი არა ადნობ, ქიმიურ რეაქციას იწვევ, რომ გამოიდევნოს და ალბათ რაღაც უფრო სწრაფად შვები. და უფრო სუფთავს ანუ ეს რკინის მედები რაც არის მტვერი რაც არის, ანუ ხო დიდი კუბიკი არის. არ უნდა ისრუნ თქო. ხო ანუ მაგის გაწმენდა და რაღაცა კეთილ რა ანუ აი მეტალის მტვერი არ არის კარგი თქვენ ჯანმრთელობისთვის, არც მტვერი, არც ხის მტვერი, არც ნახერხი. საერთოდ რა ანუ ცივილიზაციის მთავარი ბრძოლა ყოველთვის იყო მტვერი. რა ეგ არის რა ვიცი რა ანუ მთავარი გამოწვევა ეგ არის რომ იმიტომ რომ რაღაც ბუნებაში რო ხარ კი არის მტვერი, მაგრამ მცენარეების ფოთლებზე ილექება ძირითადად რაღაც იმაშობა, წვიმა მოვა, ჩაიტანს მიწაში ჯამურად მაინც შედარებით ნაკლები პრობლემა გაქვს კონცენტრირებული მტვერის სუნთქით. როგორც კი ქალაქი გიჩნდება. გაზაფხულობით ვისაც მაგპოლინზე ალერგია გაქვთ
მიბოდი შებია საშინელება. ხო, მე მაქვს ალერგია ყველანაირ ბუნტყლზე და მტვერზე, რაც კი თუნება გამოსცემს, მაგრამ აი ბეტონის მტვერი ხო ნაკლები არის ბუნებაში რა. ბეტონის მტვერზე ალერგიანი ადამიანი ჯერ არ შემხოდია, მაგრამ ალბათ გაჩნდება. აი მე მგონი ალერგია მაგას აქვს, ანუ ბეტონი ხო როცა სითხესთან მოდის კონტაქტში ხო მკრივდება. და ანუ ფილტრებში რა არის? სითხე რა ასომეში რაღაც და უბრალოდ ჩაგებეტონება ფილტრები. ქვანახშირზეც იგივე ხდება? შავი ფილტრები მაგითო აქვს? ხო. არ ვიცი, რაღაც კატასტროფებში წავედით. არა, მოვტრიალდით პოზიტიური აზროვნება, მარტო ფუმფულა სათამაშოები და გოჭუნები. კარგად როისუნთ ხო? რა გჭირდება გარშემო შედარებით? მithwedes მთვარეზე როისუნთ ხო კარგად? საყვარელი ადამიანები. ჟანგბადი? ჰაერი? ჰაერი რომელიც რაღაცაში იქნება. შენობები და ნაგებობები და აგერ ავსტრალიელმა რობოტიკის ინჟინერიის სტარტაპმა Crest Robotics-მა და Earthbuild Technology-მ გააკეთეს რობოტი შარლოტა. ჯვაროსნული ლაშქრობები დაიგეგმა მთვარეზე. Crest რობოტიკი. დაახლოებით. ანუ სპეციალური 3D ბეჭდვის რობოტი არის, რომელიც ანუ შექმნეს იმის რომ ანუ მთვარეზე და რაღაც მომენტში მარსზე ექსპედიციების დროს ანუ ხო ადამიანებიდან გაუშვან, მაგრამ სანამ ადამიანებს გაუშვებენ იქ უკვე რაც ჰაბიტატი და შენობა რო დახდეს, ჯერ ამ რობოტის გაუშვებენ, რაღაც მასალას გაატარენ და ანუ მთვარის და მარსის რაღაც მტვერი რაც არის, მაგასაც მოაგროვებს და ანუ აშენოს ეგ ჰაბიტატი. კი, აი მაგიმაზე რაღაც ამერიკული სტარტაპიც ვნახე. და ხო რა მაგას მუშაობენ, რომ მარსის და მთვარის ანუ მთვარეზე სპეციალურად ისეთი რეგიონის მიწას უმიზნებენ, რომელზეც თეორია არის, რომ წყალი ურევია და დედამიწაზე აკეთებენ ყველაზე ძალიან მიახლოებულ ანალოგიებს ამ მასალების და ექსპერიმენტებს ატარებდნენ კი. და რაღაცები რო არის. ხო, თვითონ ეს სტარტაპი FDM პრინტერების კომპანია იყო, მაგრამ ამ მთვარის იმას ლაზერული იმით შვებოდნენ. არა, ეს უფრო ანუ ბეტონს აკეთებს კონტი რაღაცა და ესე რომ ანუ ერთი სტანდარტული ჰაბიტატის ზომა რაც არის, მაგას იძახენ რომ 24 საათში, აგერ 200 კვადრატული მეტრის ზომის სახლი შეუძლია 24 საათში აწვეს. აი მე მგონი მანდ არის ქავიათები რა. ანუ რას გულისხმობ რა, რომ ეხა ხვალე ეს რო თვარეზე დადო ჩემ ფეხებს აშენებს სახლს 24 საათში. მე მგონია რომ ეგ არის როცა შეგროვებული ექნება მტვერი, აზელილი ექნება ყველაფერი და ასე შემდეგ 24 საათი. ანუ მშენებლობის პროცესი. ხო და თვითონ აი მოსამზადებელი პერიოდი რამდენი, იმიტომ რომ აი იმაზეც აი ხო შენობების 3D პრინტერებიც რა, ანუ ხო ის არის. რომ კი 24 საათში აშენებს სახლს, მაგრამ საძირკველს ვინ ასხამს? ისევ იგივე ჯიგარი ასხამს საძირკველს, ვინც იქამდე ასხამს. თორეზე საძირკველი გჭირდება? თორეზე საძირკველი, ხო, ქარი არ დაგიბეროს. და ეგჟენ, ქარი გასმდა, მაგრამ ეგჟენ ნაკლები გრავიტაცია არის თუ შვიჯერ თითქოს რა. მით უმეტეს არ გჭირდება, რომ არ გაფრინდეთ, რა ვიცი მე რა. საძირკველი რო ისე რომ ანუ არ შეიძლება და თვარემ რომ მოსახვევში წაატორმუზოს, უფრო უცებ გადავარდებით, ანუ ეგაა რა მორჩი, რა ვიცი, სახლიანად აგიღებს კოსმოსში, ანუ რა მე მგონი ვაფშე გაცილებით უფრო მეტად გინდა საძირკველი რა. მაგრამ ამოდროულად ანუ მთვარეზე რა ექვსჯერ ნაკლები გრავიტაცია კი არის, მაგრამ რა ადვილი იქნება რომ წაიქცეს. ანუ რაღაცა რომ მოხდეს უბრალოდ შენობას, შეიძლება წაიქცეს, ხო? თუ საძირკველი არა. ანუ მთვარეზე რაღაცა თუ მოხდა, წაქცევა შენი ბოლო პრობლემა იქნება მგონი. ხო, მაგრამ აი ეს მეგობრულად არა და იქ არაფერი არ აჩენს და რატო არის ესეთი ფორმის თვარე, რამდენი მეტეორები რო იმენა. კი, იმიტომ რომ ჩაგლუბებულია გემრიელად. ყველაფერი მოხდა საერთოდ. ფრიშკებიანი მაგიტო. მაგრამ ამოდროულად ერთიზე ციურიდან მეორეზე ციურზე ომანში პირველი დაბეჭდილი მეჩეთი გააკეთეს. ყოჩახ ომანელებო. გილოსავთ ასანუ ვიზუალებს რო უყურებ ან სურათებს, რაღაც თანამედროვე რაღაც ანუ ვიზუალი აქვს, ანუ ლამაზი მეჩეთი არის რა. არ ვიცი მეჩეთი როგორ უნდა გამოიყურებოდეს, მაგრამ ეს ბათუმის მაკდონალდსივით მეჩეთია. ძალიან ლამაზი. ანუ მაგას გულისხმობ რა, არქიტექტურული შედევრი. არაფერი ისეთი. თან ისა საინტერესო მაინც ანუ არ შევები, მაგრამ რელიგია შედევით ხო კონსერვატული თემატიკა არის რაღაც მომენტში. ხო,
კონსერვატიული თუ ანუ კონსერვანტული რა ძალიან ხო ხო ძალიან სამი დებეჭდო ძალიან თანამედროვე რაღაც შენ რა თქვით მერცე მე კონსერვანტიული ეგ რა ანუ ეს უკვე ამა თუ შეუძლია თანამშრომლობა სხვაგან ის გაკეთება შეგიძლია ძალიან სასიამოვნო მეცნიერული პროგრესი რელიგიას რო უხარია ხოლმე მაგრამ ზოგჯერ მეშინია ან გაიჩნია რა აი მაგალითად გენეტიკური პროგრესები რო გაუხარდეს რელიგიებს მაგის შედარებით შემეშინდება იმიტომ რომ არ ვიცი ვის დაარტყამს თავში რომ სოლომონის სისხლი უნდა მოვიდეს დედამიწის მეთაურობაში ან რაღაც ეგეთი და მე უცებ გამოწმებენ რაღაცა 7 ზეცხების ნაწილი რო ის გახდეს რომ ენის ქვეშ რაღაც უნდა ამომისვან და ნახონ მე თუ არ ჯეშმარიტი სისხლის არ ეს ამოჭერი მთლიანად ამოჭერი და ომაში მეჩერა სპიდრანი კი და ყველა გვიყვარს და ამას დავთვალოთ იმით რომ შვეიცარიაში ერთ შვეიცარიულმა საათების კომპანიამ ჰოროლოგერ მინგმა გააკეთა ტიტანიუმის საათის სამაჯური ხო სამაჯური 3D ბეჭდით შვენიერი შინაარსობრივად აი ესე მუშაობს ტიტანიუმის სამაჯური 3D ბეჭდის ეს ეხა ჩვეულებრივი PLA-ის ჯაჭვის პერანგია ეხა ეს მაგრამ მეტალიც ესეთი არ არის არსობრივად უბრალოდ იმათ შემოატრიალო უბრალოდ მე მაქვს $400 პრინტერი იმათ აქვს $40,000 პრინტერი და იმას შეუძლია რომ ესეთი რაღაცები აკეთოს ხო და ეხა აი ეს მასალა ის სისქეში ამდენია ის არის რა თითოეული ამ ჯაჭვის რგოლი ერთმანეთზე გადაბმულია ისე რომ ნახრეტი არ არის იქ რაღაცა როგორც აწყობილი არ არის ერთმანეთზე რა ანუ მაგრამ თუ რამე შეიძლება გადამაგრება ხვებითი მოდელები არის იმიტომ რომ იმის გამო რომ ფენა იბეჭდება რაღაც მომენტში ამ მისი ფენების მიმართულება აქეთ გამოძრა რაღაცა ნაწილის და ამ მეორე ნაწილის ფენების მიმართულება იქით გაძრა და კვანძს ისე კრავ რომ შეხებაში არ მოდიხარს დაღრეცილ სხეულებთან რა ეს 3D პრინტერზე გაკეთებული ქსოვილების დარგი საერთოდ ვაფშე სხვა ცხოველია მით უმეტეს ამას ვერათად injection molding-ით 100 წელი ვერ გააკეთე ხო არა ამას ვერ ჩამოასხამ ანუ შეგიძლია რომ ჩამოასხა მაგრამ ანუ არა შუა ნაწილი არის ხო და რას ვქუჩხომ რა რომ აი ეს რო ადამიანმა გადააბას ყველა სათითაოდ რამდენი უნდა გადაუხადო და რამდენი ხანი უნდა იმუშაოს ანუ თუ ნინძა არის ალბათ ერთ დღეში მორჩება პრინციპში რა ვიცი მაგრამ ერთ დღეში 3D პრინტერის მორჩა და არაფერი არ გადამიხდია მაგისთვის სახში მყავს და პროსტა დენს ვაჭმევ და ერთ მოჭა ბალახს რომელიც არ უნდა აჭამ მაგიტო არის მაგიტო გამიკეთა layer shift-ი ახლა ბურთზე ალბათ რომ ბალახი არ უნდა და ეგ არის გაირყნა რა ხორცი უნდა მაინც სულ ხორცი უნდა რა შენ გონი ახლა ხორცი გინდა და მგონი ჯობია გავჩერეთ აქ და დიდი მადლობა ყურებისთვის და შემდეგ კვირაში ან იქ კვირაში დიდი ალბათობით უკვე ლაივში შეხვდებით ჯერ მაინც ონლაინში, მაგრამ ლაივ სტრიმის გაშვებას ვგეგმავთ. დღესაც გვინდა, მაგრამ კიდევ 24 საათი დაგვრჩა, იმიტომ რომ ახალი არხი რო არის, ჯერ არ გვაქვს საშუალება რომ ლაივში გავიდეთ ცოტა ხანი. და სამ კვირაში მთვარეს დავხურავთ და დიდი გალა კონცერტი გვექნება, სადაც გვეთაყვანებიან ყველა უცხოპლ. არა, ზედ მთვარეზე პირდაპირ. ეხა ის ობობა ხო მუშაობს იქ. ჯერ არა, ჯერ მარტო რისერჩს აკეთებენ. რისერჩს ხა სამ დღეში ხე ორ კვირაში მორჩები, ერთ კვირაში მორჩებიან აუშვებ, მე იქ ხოაზე ხარ რაღაცა ის მტრის მოგოროვება ისა, ესა ორი დღე დაიშვენოს მანქანამ და ჩვენი ჩასვლისთვის მზად იქნება. სეფა და პურმარილები. და დაიმახსოვრეთ. ფასი, დრო, ხარისხი. ხო, დრო რისერჩი ვარ შეგიძლია.